მზის სათვალე მზისგან დასაცავად არ შექმნილა. თავდაპირველად მას სულ სხვა მიზნით იყენებდნენ. მზის სათვალის სამშობლო ჩინეთია, სადაც მე-12 საუკუნეში სრულიად განსხვავებული დანიშნულებისთვის შეიქმნა. მუქი კვარცისგან დამზადებული სათვალეები სასამართლოებზე მოსამართლეებს ეკეთათ. ასე მალავდნენ თვალებს და ემოციებს. ვერც მოწმე და ვერც ბრალდებული ვერ ხვდებოდა, რას ფიქრობდა მოსამართლე. თუმცა იდეა უფრო ძველია. რომის იმპერატორი ნერონი მზისგან თვალების დასაცავად გლადიატორების ბრძოლას ზურმუხტის ქვებით უყურებდა. სათვალის რეალური გავრცელება მე-20 საუკუნეში დაიწყო. პირველებმა მსახიობებმა გამოიყენეს. გადაღებებზე ძლიერი განათება თვალებს უწითლებდათ. სათვალით კი ამას მალავდნენ. მალე მისი ტარება მოდური გახდა. 1929 წელს ამერიკელმა სენ ფოსტერმა იაფი პლასტმასის მზის სათვალეების გაყიდვა დაიწყო. სწორედ აქედან გახდა ის მასობრივი. 1930-იანებში ამერიკულმა არმიამ რეიბანს პილოტებისთვის სპეციალური სათვალე შეუკვეთა. ასე შეიქმნა ავიატორი. ომის შემდეგ ეს სათვალე გმირის სიმბოლოდ იქცა. დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და საკულტო მოდელია. 1950-იან წლებში მერლინ მონრომ კეთაი ფორმის სათვალე მოირგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სათვალეს სპეციალურად ქალური ფორმა მისცეს. 1971 წელს კი ოდრი ჰეპბერნმა ფილმში „საუზმე ტიფანისთან“ მზის სათვალე ელეგანტურობის სიმბოლოდ აქცია.